სოფლის ნობათის საწარმო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა, სადაც ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ენახათ თუ რა გზას გადის პროდუქცია მანამ, სანამ ის სუფრაზე მოხვდება. Როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, თითოეული პროდუქტი, რომელიც მომხმარებლამდე მიდის, გადის არაერთ შემოწმებას და აკმაყოფილებს ყველა ევროპულ თუ ადგილობრივ სტანდარტს. შემოწმება იწყება ფერმაში და გრძელდება მკაცრი სტანდარტების დაცვით, მანამ სანამ პროდუქტი მომხმარებლამდე მივა. ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ჩვენი პროდუქცია ყოველთვის აკმაყოფილებდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. თუმცა ახალი, უფრო მკაცრი რეგულაციების ფონზე გავაძლიერეთ მონიტორინგის სისტემა და მთლიანად გადავხედეთ ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების პროცესებს. საწარმოში ხარისხი იწყება ინგრედიენტების შერჩევიდან. კომპანიაში ნედლი რძის მწარმოებლის შერჩევა ხორციელდება პეპსიკოს მკაცრი სტანდარტებით. თითოეულ ფერმასთან პარტნიორობა იწყება სრული აუდიტით, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და საძოვრების მდგომარეობის შეფასებას, ძროხების ჯანმრთელობის მონიტორინგს, ჰიგიენის, წყლის ხარისხის კონტროლს, საკვებისა და წამლების მართვის ეფექტიანობას. ჩვენ საწარმოს აქვს ადგილობრივი ლაბორატორია, რომელიც არის წარმოებაში, ეს არის ფიზქიმიური ლაბორატორია, ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენივე მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, სადაც კეთდება როგორც რუტინული მიკრობიოლოგიური ანალიზები, ყველა შემოსულ ნედლეულზე და ასევე მზა პროდუქტზე, ასევე კეთდება პათოგენური ანალიზები. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქ ახლავე გამოვლენილი იქნეს თუ კი არის რაიმე გადაცდომა. ნედლი რძის ხარისხი სოფლის ნობათის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც განსაზღვრავს საბოლოო პროდუქციის გემოს ხარისხსა და უვნებლობას. ნდობით აღჭურვილი ფერმერებისგან ნედლი რძის მიღების შემდეგ იწყება მიწოდებისა და წარმოების ინტენსიური მონიტორინგი. ტრანსპორტი ირეცხება, ილუქება და მოწმდება სისტემატურად. რძის ნიმუშები მოწმდება ცხიმის, ცილის, მჟავიანობისა და ანტიბიოტიკების შემცველობის დონეზე. შემოწმება მიმდინარეობს როგორც ადგილზე, ისე საწარმოში არსებულ სპეციალურ ლაბორატორიაში. აღსანიშნავია, რომ სოფლის ნობათი არის პირველი და ერთადერთი რძის კომპანია, რომელსაც ბავშვთა რძის პროდუქტის წარმოებაზე მიღებული აქვს ლიცენზია. ბავშვებისთვის მისი მოხმარება რეკომენდებულია 1 წლის ასაკიდან. საბავშვო პროდუქტმა წარმატებით გაიარა არაერთი შემოწმება და აუდიტი. ბავშვთა მაწონი, რომელიც მე მგონი აქ ჩვენი გუნდიდან 80%-მა მიიღო ამ პროდუქციის რეცეპტურის შემუშავებაში მონაწილეობა და ნამდვილად ძალიან მეამაყება, რომ ჩემი მონაწილეობით, როგორც ერთი პეპსიკოს გუნდის თანამშრომლის მონაწილეობით, ეს პროდუქტი შეიქმნა და შეიყვარა ჩვენმა მომხმარებელმა, ჩვენმა მშობლებმა, ჩვენ თვითონ რასაკვირველია ვართ მშობლები და ამ პროდუქციას ვაჭრებთ ჩვენ შვილებს. სოფლის ნობათის სიდიდით მეორე სურსათის მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია პეპსიკოს წევრია. შესაბამისად, სოფლის ნობათის პროდუქცია აკმაყოფილებს FSSC 22000 სურსათის უვნებლობის სტანდარტს და რეგულარულად გადის AIB საერთაშორისო შემოწმებებს, რომლებიც ფოკუსირებულია არა მხოლოდ შედეგებზე, არამედ საწარმოს ყოველდღიურ პირობებსა და პროცესებზე. დაფასოებამდე ყოველი ინგრედიენტი თუ შესაფუთი მასალა გადის ვიზუალურ და ტექნიკურ შემოწმებას. მზა პროდუქტი მაღაზიებს მიეწოდება მხოლოდ წინასწარ გაცივებული და ჰიგიენურად შემოწმებული სატვირთოებით.